FSH და მისი როლი ორსულობაზე. FSH ის არის ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს კვერცხუჯრედის მომწიფებას მენსტრუალური ციკლის დასაწყისში. სწორედ მისი მონაწილეობით ხდება საკვერცხეში ფოლიკულის მომწიფება, საიდანაც ოვულაციის დროს გამოდის მომწიფებული კვერცხუჯრედი. თუ FSH ძალიან დაბალია, ეს იმას ნიშნავს, რომ საკვერცხეები ვერ იღვიძებენ, ოვულაცია არ ხდება და შესაბამისად დაორსულებად გართულებულია. თუ FSH-ის მაჩვენებელი მაღალია, ეს იმას ნიშნავს, რომ საკვერცხეების ფუნქცია დაქვეითებულია ან ამოწურულია და სხეული ძალით ცდილობს რეაგირება მოახდინოს. ეს ძალიან ხშირად ვითარდება ასაკის დროს ან როდესაც საკვერცხეებში კვერცხუჯრედების მარაგი ამოწურულია. ამიტომ FSH-ის ანალიზი ერთ-ერთი პირველი ტესტია, რომელსაც რეპროდუქტოლოგები ხშირად ვნიშნავთ ქალის რეპროდუქციული სტატუსის შესაფასებლად. ნორმალური FSH, ანუ ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის მაჩვენებელია 4-დან 10-მდე მენსტრუალური ციკლის მეორე-მესამე დღეს. 15-ზე მეტი უკვე მომატებულად ითვლება, ხოლო თუ მისი მაჩვენებელი 20-ზე მეტი არის, ბუნებრივად დაორსულების შანსი საგრძნობლად იკლებს.